გიგანტური რადიოგალაქტიკები კოსმოსური მეგასტრუქტურებია, რომლებიც მილიონობით სინათლის წლის მანძილზე ივრცობა და წარმოქმნიან მთელ სამყაროში ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ უდიდეს სტრუქტურებს. გიგანტური რადიოგალაქტიკების პოვნა მაინც რთულია, რომელიმე მათგანის აღმოჩენა დიდი საქმეა, განსაკუთრებით თუ ის კოლოსალური და გამორჩეულია. როგორც ერთ-ერთი ახლახან აღმოჩენილი, რომელიც ასტრონომებმა სამხრეთ აფრიკის ტელესკოპ მირკატით დააფიქსირეს. ახლად აღმოჩენილი გალაქტიკის ზომა ერთი ბოლოდან მეორემდე დაახლოებით 3 მილიონი წელია. მოიცავს ცხელი პლაზმის უზარმაზარ ჭავლებს, რომლებიც გალაქტიკათა შორის სივრცეში იფრქვევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ირმის ნახტომზე 30-32 ჯერ დიდია. კვლევართა განცხადებით ის საკმაოდ დიდუმალიცაა. აქვს უჩვეულო თვისებები, რომლებიც მარტივად ვერ აიხსნება. სახელით შესაბამისი შეურჩიეს სამხრეთ აფრიკის ადგილობრივი ბანტუს ენებიდან. გიგანტურ გალაქტიკას ინკატაზოვ უწოდეთ, რაც ისიზულუს ენაზე გასაჭირს ნიშნავს. ასე იმიტომ დავარქვით, რომ მისი შესწავლა მართლაც რთულია, ამბობს კვლევის ავტორი კეიპტაუნის უნივერსიტეტიდან კატლინ ჩარტონი. ინკატაზოს საიდუმლოთა მოსახსნელად მკვლევრებმა ტელესკოპ მირკატით შექმნეს გალაქტიკის სპექტრული ასაკის მაღალი რეზოლუციის რუკები. ამით შესაძლებელია გალაქტიკის სხვადასხვა რეგიონში პლაზმის ასაკის დადგენა, რამაც იმის შესახებაც უნდა მოგცეს მინიშნება, თუ ზუსტად რა ხდება იქ. გიგანტური რადიოგალაქტიკები ერთ დროს იშვიათობად მიიჩნეოდა, მაგრამ ახალი თაობის უფრო დახვეწილი რადიოტელესკოპების წყალობით ბოლო წლებში მათი კვლევა გახშირდა. ასტრონომებმა სამყაროში ჩვენთვის ცნობილთა შორის უდიდესი სტრუქტურა აღმოაჩინეს. ის 1.4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული და თითქმის 70 გალაქტიკურ სუპერგროვას შეიცავს. დიდ მანძილზე გალაქტიკები გროვებად ერთიანდებიან, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო დიდ სუპერგროვებად ჯგუფდებიან. რამდენიმე ასეთი სუპერგროვა ასტრონომებს აქამდე ჰქონდათ აღმოჩენილი და დადგენილი, რომ ხშირად ისინი ერთმანეთს რკალებად ან კედლებად უკავშირდებიან, როგორიც არის მაგალითად სლოუნის დიდი კედელი ან ლანიაკეას სუპერგროვა, რომლებიც აქამდე სამყაროში ჩვენთვის ცნობილ უდიდეს სტრუქტურებად ითვლებოდა. ზოგიერთი კოსმოლოგი ირწმუნება, რომ სამყარო უბრალოდ ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს იმაზე დიდ მანძილებზე, ვიდრე ჩვენ მიერ დანახული ყველაზე დიდი სტრუქტურები მდებარეობს. ზოგიერთი კი ამბობს, რომ სამყარო ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს მანძილებზე, მაგრამ ამას ეჭქვეშ აყენებს ასეთი დიდი სტრუქტურები. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.